Tiga Levan. Naiem ჭიქაში ხარ რაც იწყე წასხია, ამას ქვია ეთანოლი. ეს არის ნივთიერება, რომელიც შედის ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელის შემადგენლობაში. როდესაც ჩვენ ადამიანები ვიღებთ ამ ალკოჰოლს, ის პირველ რიგში მოხდება ჩვენი ნაწლავებიდან გადავა სისხლში და იქიდან მოხდება ღვიძლში და ღვიძლს შეუძლია საათში 10 მილიგრამი გადაამუშავოს. ანუ ერთ წამს ამ ერთ ჭიქას რამდენი დრო უნდა რომ გადაამუშავოს? 5 საათი. უიდეტეს. რა აზრი აქვს ამ იტალიაში? შესაბამისად საათში კიდე მეორე რა უნდა. ის ნარჩენი, ანუ ის ჭარბი, რაც 10 მილიგრამზე მეტი იქნება, ის რჩება სისხლში. და იწყებს მოგზაურობას დავისტვინი, ანუ ყველა ქსოვილში. ჯანმრთელობის ორგანიზაციის 2024 წლის მონაცემებით ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული დაავადებები ყოველწლიურად 3.3 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება. თან ვთქვათ ისიც, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულება საკმაოდ უარყოფით შედეგს არა მხოლოდ დამოკიდებულზე ახდენს, არამედ მის გარშემოყოფებზე. თანაც უნდა ითქვას, რომ ეს ფსიქოტროპული სუბსტანცია ალკოჰოლი და შესაბამისად ის იწვევს დამოკიდებულებას. ხო და ალკოჰოლიზმი ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება და ხასიათდება ალკოჰოლური სასმელების მიმართ პათოლოგიური ლტოლვით და ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულებით. და ალკოჰოლზე დამოკიდებულება მოიცავს რამოდენიმე ფაზას, ესე რომ ვთქვათ. პირველი ეს არის ლტოლვა, მეორე არის კონტროლის დაკარგვა, მესამე არის ფიზიკური დამოკიდებულება, ანუ როდესაც ესეთი ადამიანი არ იღებს ალკოჰოლს, მას ეწყება ტრემორი, ანუ კანკალი, გულისრევის შეგრძნება და ასე შემდეგ, ოფლიანობა და მეოთხე ეს არის ტოლერანტობა. ტოლერანტობა, ანუ მას უფრო მეტი ალკოჰოლის მიღება ესაჭიროება, რომ თრობა მიიღოს, ესე რომ ვთქვათ რა. საკმაოდ რთულია დამოკიდებულებასთან ბრძოლა, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ არის აბსოლუტურად შესაძლებელი და სტუმარიც მინდა ახლა დავპატიჟოთ ჩვენთან სტუდიაში და მასთან გავიაროთ საკითხები სწორედ აი ამ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ გვესწუმრა ზალიკო ბერგერი, დიზაინერი და არა მხოლოდ ზალიკო, შემოდი. რამდენი ხანი არ გვინახეთ რა მოხვედი ჩვენთან. ეხლა მოინტერესებს შენი დამოკიდებულება როგორ არის ალკოჰოლთან? კაი დამოკიდებულება მქონდა პირიქით. კარგი ქონდა, თქვენ მეგობრობთ. მე ეხლაც მეგობრობ ისე რა ქვია. ეხლაც მეგობრო? დამოკიდებულება არა ერთი რაღაც გადაცემაში ვიღავი ესე და ისა ალკოჰოლთან დამოკიდებულება რა ქვია. ნუ ალკოჰოლს ლოთობოთ რაღაცა და მე ვთქვი მე ესე აბსოლუტურად მე კაი რა ქვია ეს მომიდა და დავლივე არა კაი ჭიქაში უნდა დავლივე მეთქი რაღაცა კაი ვის და დავლივე ცალის ხელი ვის უყინული უნდა ერთგოს 4 კუთხედი ესეთი და აუ ესე იგი არისტოკრატი ლოთი ხარო. ანუ მოთხოვნები უნდა აკმაყოფილებდეს. ხო და აღო და ეგეთი მოთხოვნილება არ მქონია თქვა რაღაცა საზოგადოება ვიღაცა სადღაც მიყვარდა ისე და ეხლა რაღაცა ეგეთი მე მგონი ეს ქართული ტრადიცია ვაფშე მაგ საწევძელოსის სუპრის ვაფშე აღარ არსებობს. აი არ არსებობს მართალი. აღარ არის ხო. შენ თვლი რომ დამოკიდებული ხარ თუ არ თვლი და რას თვლი დამოკიდებულება? არა მე მიყვარდა დალევა ანუ სიტუაციაში კარგად რაღაცა ბევრს ვამდი შემეძლო. თუ ეს ის ყოველდღე გამოდიოდა ის ამასობაში იმიტომ რომ რაღაც სამეგობროც ისეთი მყავდა მოკლედ რაღაცა საკეიფოდ მივდივარ თუ რაღაცა და აი კეიფი ესე იგი მე ვფიქრობდი რომ აი ყველაზე პასუხისმგებლიანი ვარ როცა მივდივარ ტელევიზიაში ვარ დაბარებული არ რესტორანში. და მე ვჩვენი ერთ დღეს მოკლედ ახალი წლები იყო 2 იანვარს დაბადების დღე მაქვს ისა და 8 იანვარი იყო და ესე იგი აი ვაიმე რაღაცა კი რაღაც გული მიგზნობდა ძალიან თეთრი ვიყავი რაღაცა ისა აი ეს ადრე რომ ხაჯლები იყო რაღაცა ერეკლებების დროს რო გვინახია რაღაცა ისინი ესე რომ სამკუთხედი რო ხდება კიდევაშების არა ის გრძელი ხაჯალი როგორც სამკუთხედი რო არის ბოლოში აი ეგ რო ჩაგარტყა ზემოთა მხრიდან აი აქეთა მხარეს ოღონდ აი ესე და შიგნით რო დაატრიალო რა ისეთი ტკივილი ისე მეტყიდა გული იყო გულის მხარეს და ქვემოდანაც რო წამოვიდეს აი ეგეთი ტკივილი იცი რა ტკივილი იყო ეს და დავისხი კეკრის წვენი რო სასარგებლო გემოგლობინისთვის ხო და ჩაურია ალკოჰოლს კეკრის წვენი რო სასარგებლოა და ეს რო დავლი ეს ჩემი სასარგებლო გემოგლობინის ისა და ასე მომენტი რომ ისა რა ქვია თავი მაქვს ვირტყული ბავთან გავითიშე თურმე და ვაგდივარ ძიძა გამიხვდა რა გული წამსულია გავიხადე შარვალი ამ მდგომარეობაში ესე მტკივა რომ ჩოჩოხეთის დღეში ვარ აი უჟას ფილმებში რა ესე რატო გაიხ რომ მოკუდებით კი მე რეიტყვიან რომ ესე გასაგებია რამე ჭყიალა არ ჩაიცი ზალიკო არა მაგითავე ვერ მიპოვე ესე უცბად თორე ისა და მე გამახსენდა ამ ხანაკი გოგო იმასთან დავრეკე და კიდე აი ჩემი კორპუსის გვერდზე იყო უცბად
და მოვიდა მანქანით, პრები მეთი და მოწამულია, რაღაცების მეგობართან ერთად იყო იმან და დამალევინეს რაღაცა წყალი და ვაიმე, აი ყირაღამ გადავწყდი, ისეთი ტკივილი იყო, ეს ჭიქა წყალი რო დავლიე თუ რაღაცა, რო გულიაგერიოსო. ვაიმე. რა აღმოჩნდა შენი პრობლემა? უჭი გამისკდა თურმე 2 წელი მქონდა დაგვია 12 გოჯანა წავის წყული, 8 დღე თურმე ახალი წელი და ისე რა ქვია, შიდა სისხლდენა მქონდა და კუჭი გასკდა. და ეს სიცხლე რო შიგნით ჩამეზღვარა, პერიტონიტი წასული რა, ტომოგრაფია, ვაიმე ტკივილი იყო, მეცხრე საავტომობილში მივედით. ნუ ნახევარი საათი რო დაგიგვიერებინათ მოგდებოდაო. ანუ ეს თორმე ჯგოჯა სასმელის მიერ გაღიზიანებული არა, ნუ ეს შეიძლება. მაგრამ ტკივილი არ მქონია მანამდე, თავს არ მაგძნობინებდა მე რა ვიცი, ამ რო ხო, მიხედავდი. ამხელა პრობლემის და ამხელა გადარჩენის შემდეგ რა ხდება ახლა ალკოჰოლთან ურთიერთობის თვალსაზრისით? ხო და გასტროენტეროლოგმა მითხრა ისა, ვაიმე მეუთხარი იმდენი შაპანურებმა ჩვენს დაბადების დღეზე თქო ისეთი ძვირიანი თქო და არა, შაპანური არასდროს არ უნდა დალიო, ეგრეა შეიძლება მეუთხარი რომ მოკვდება ის დაბლებთ ხო და დავით შაპანურს აქვს სვავი, იმას ცოტა სადღეცელო და დაწალება ისედაც აღარ არის, თუ არ დალებ კიდე უკეთესი, დაპატიჟებით აქ თბილისში არავის აღარ ეპატიჟება. რაღაცა არ არის გაიამბე. ეხა მითხარით თუ გითქვას, რომ ეხა მე 1 წელი, 3 წელი საერთოდ არ დავლე. ქონია ეგეთი ეტაპი? არა ხო? ანუ არც გაქსურვილი თუ არ პირდები შენ თავს ტყუილა, რატო უნდა იწამო თავი და არა, სულელი ხო, ასკეზა გავაკეთო თუ რაღაცა. ასკეზა, ნამდვილად მოდურ ენაზე ვთქვათ, ასკეზა. ცდილება რა ქვია და ფერავით რატო არ უნდა დავლიო ვერ გავიგე. ხო, არანაირი. გასვაშავებ რომ მე ისე რა ქვია. და ჯანმრთელობის პრობლემა ამ კუჭის გარდა სხვა არ ქონია? ანემია მქონდა, გემოგლობინი, მაგრამ ეგ ეთყობა ერთმანეთთან დაკავშირებული იქ კარგავდა და იმით. ეს პარალელურად იყო, ხო? ხო. მაგრამ ბევრი ალკოჰოლის მიღებამ და ზოგადად აი ეს პერიოდი, როდესაც ეთყობა ახალი წლები იყო და რაღაცა არ არის გამორიცხული, მაგრამ გააღიზიანა ეს კუჭი. ხო, თავისთავად. და იმან გახეთ. ტკივილიც ეთყობა, მაგითო ვერ გძნობდი, რომ რაკი ვსვავდი, რაღაცა თავისებური მქონდა, რა ქვია. ანესთეზია მქონდა მიღებული. ყოველ შემთხვევაში ხა მიხედვა უნდა მაგ საქმეს. ფაქტია რომ ალკოჰოლი ცუდად მოქმედებს, სხვადასხვა ზედმეტი არ შეიძლება უნდა დალიო ისე რომ დაბადების დღეზე უნდა დალიო, სხვის დაბადების დღეზეც უნდა დალიო, ხო ისა გაქვს რომ მიხვალ ცოტა ორი ჭიქა რაღაცა ისეც მოგიყვანს რომ რაღაცა იმას არ ვიცახი, აი ეს გადათხრეშვა და რაღაცა მაინც რომ გავდიოდი ხოლმე. აი ლაივში რომ გავდიოდი ხოლმე, იმიტომ სვავდი რომ უბრალოდ ისე ვიყო რა ქვია. ეხლა ვსვავდი, იმიტომ რომ აი ეს აღარ გავდივარ. ენაწყლიანი რო ყოფილიყავი? უფრო თამამი რო ყოფილიყავი, რა ვიცი. შენ თამამე გაკლია? რა ვიცი, ყველას გონია რომ რაღაცა კაცაცრიანად გიჟივარ ისე რა ქვია და ამ დროს მე დავყოფესიერი ადამიანებად შეიძლება. ეს ვიცი, მაგრამ თამამი არ გაკლია. ხო და მაგითო ცოტა ის მიჭირდებოდა რა ქვია 100-200 გრამი ეს. ერთი ჭიქა მცელოდა. ზალიკო ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. გაიხარე, მიხარია ესეთ ლამაზები და კარგები რო ხართ და წარმატებ ჯანმრთელობა ჩვენ ქვეყანას სულიერი ფიზიკური და უფრო კარგად იქნებით. მართალი ალკოჰოლზე დამოკიდებულება განაჩენი ნამდვილად არ არის, თუმცა აი აქედან გამოსვლის პროცესს საკმაოდ დიდი ძალისხმევა და საკმაოდ დიდი შრომა და მთელი პროცესი სჭირდება. მოდით ახლა ექიმი შემოვიპატიჟოთ და მასთან ერთად გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი. დღეს სტუმრად გვყავს ექიმი ნარკოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ხათუნა თოდაძე, რომელიც ალკოჰოლის დაძლევის გზებზე გვესაუბრება. მოგწანდი. პირველში წყალს შემოგთავაზებთ, მივიცით წყალიმშიც და შეგახსენებთ, რომ დღეში 2-დან 2.5 ლიტრის წყლის დალევა არის საჭირო. ქალბატონო ხათუნა, თუ შეიძლება საქართველოს ამბები ვიკითხო ალკოჰოლისთან დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, რამდენად ხშირია ეს პრობლემა ჩვენთან? იყო პერიოდი, როდესაც ქართველებს ჰქონდა ილუზია, რომ ნაკლებად იყო ჩვენში სწორედ აი ეს დაავადება, მაგრამ აი უკანასკნელმა რამდენიმე ათწლეულმა აჩვენა, რომ სამწუხაროდ ისევე მოწყვლადები ვართ ჩვენც, როგორც ძალიან ბევრი სხვა ქვეყანა, სხვა ნაცია. ეს ბევრ ამასთან არის სხვადასხვა დაკავშირებული. ერთი ალბათ გახსოვთ მეტნაკლებად, რომ მაინც ადრე უფრო მეტად იყო ღვინო საქართველოში, ტრადიციული სასმელი და ცნობილია, რომ ღვინის ალკოჰოლიზმი ძალიან ნელ-ნელა ყალიბდება. პლუს იყო მთელი რიგი პროტექტორული ფაქტორები. ერთი აი ეს ძალიან მდიდარი ქართული სუფრა. ეს ამდენი საკვები ხელს უშლიდა ალკოჰოლის სისხლში სწრაფად შესვლას და ამით
ამიტომ მით უმეტეს ღვინის ფონზე შედარებით ნელ-ნელა ხდებოდა კონცენტრაციის მატება და აი ამიტომ თვითონ ეს თრობაც შედარებით ნაკლები იყო ხოლმე და გამოწვეული შემდგომ უკვე ეს ქრონიკული შედეგებიც ნაკლებად. აი თამადებიც ამით საქმეა და იცოდნენ ძალიან კარგად როგორ მესამე ფაქტორი ეს იყო სხვათა შორის ქართული სუფრის ფენომენი, თამადა და თამადის მიერ გენერირებული ეს ადღეგრძელო, რომელსაც მე ყველა იტაცებდა და რაღაც თავისი ინტერპრეტაციით აწვდიდნენ, რაც ჯერეთი დრო გადიოდა და მე რაღაცნაირად ადამიანი ტონუსში იყო და იმაზე ფიქრობდა, როგორ მოეხდინა შთაბეჭდილება თავის თანამეინახეებს და არა სიმღერა ცოტაც ეყვა და ის მოვინელეთ მე ახალი. ყველაფერი, ამიტომ აი ეს და მას შემდეგ რაც შედარებით ასე ვთქვათ, შემცირდა ეს ნამდვილი ქართული სუფრის ტრადიცია დაირღვა მაინც ასე თუ ისე, რაც უფრო პოპულარული გახდა ეს მაგარი სპირტიანი სასმელები, თელმა აი ამ სხვა ფაქტორმა იქონია რა თქმა უნდა მნიშვნელობა. პლუს ალბათ თუ დავამატებთ სტრესს, რომელიც გამუდმებით არის საზოგადოებაში, მეტი სოციალური პრობლემა, მეტი სოციალური შფოთვა და ასე შემდეგ, ანუ გასაკვირი არ არის, რომ ჩვენთან სამწუხაროდ მოიმატა სწორედ ალკოჰოლის მავნეთმოხმარებამაც და ალკოჰოლზე დამოკიდებულება. დიდი დისკუსია მიდის ხოლმე ამაზე, რომ ესად გადის ის ზღვარი, როდესაც უბრალოდ მომხმარებელი ხარ და შეიძლება ითქვას, რომ აი ალკოჰოლზე დამოკიდებული ხარ თუ ალკოჰოლიზმით დაავადებული ხარ. არის გვიწევს დალევა ბიჭებს, ხო გაგიჩვენებია და აი მართლა რა არის რეალურად ალკოჰოლიზმი ესეც რომ ალკოჰოლიზმს ისევე როგორც სხვა სამედიცინო დიაგნოზას, ნოზოლოგიას აქვს თავის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები. ესენი არის რამდენიმე, მაგრამ ნუ არის რაც ყველასთვის გასაგებია და ცნობილია, ეს არის ეგრეთ წოდებული ტოლერანტობის მატება, როდესაც ადამიანს შეუძლია უფრო მეტი ალკოჰოლი დალიოს და კარგი მსმელი ქვია ხოლმე, რომ აი იმდენს იტანს და ასე შემდეგ. ეს ერთის მხრივ ნიშნავს, რომ მის ორგანიზმში უფრო კარგად მეტაბოლიზდება. კი ბატონო, მაგრამ მეორეს მხრივ შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს, რომ ეს უკვე იყოს წითელი დროშა იმისთვის, რომ უკვე აწეულია ტოლერანტობა და ადამიანი მეც კი იტანს, მაგრამ ეს მერე უკვე გადავა პირიქით რაღაცა გარკვეულ დეკომპენსაციაში, მაგრამ რაც მთავარია, ეს მაღალი ტოლერანტობა უკვე არის ერთ-ერთი სიმპტომი. არის კიდევ ესეთი სიმპტომი, ეს არის კონტროლის დაქვეითება ან კონტროლის დაკარგვა, როდესაც ადამიანი ვეღარ აკონტროლებს რამდენს სვამს. ასევე კონტროლის დაკარგვად ითვლება სიტუაციური კონტროლის დაკარგვა, როდესაც აი ადამიანი, რომელსაც შეიძლება ცოტა პრობლემები უკვე აქვს მასთან დაკავშირებით, ვეღარ ხვდება სად შეიძლება დალევა და სად არ შეიძლება. ანუ სამსახურში მივიდეს ნასვამი მაგალითად, ხო? ნუ ეხლა ეს უკვე ვარიანტია, რა თქმა უნდა, ეს ალბათ ხო. პლუს აღკვეთის მდგომარეობა, ეგ რას ნიშნავს? როდესაც ადამიანი დამოკიდებულია ალკოჰოლზე, თუ კი მას ალკოჰოლს არ მივცემთ, მას ეწყება ეგრეთ წოდებული აღკვეთის მდგომარეობა. ნაბახუსევი, ანუ გამოზარხოშების სინდრომი, ეს გახლავთ ერთ-ერთი ასევე სიმპტომი, რომ უკვე დამოკიდებულება ყალიბდება კი არა და თუ აღკვეთის მდგომარეობა უკვე ჩამოყალიბებულია ფაქტიურად და პლუს არის სოციალური სიმპტომატიკა, როდესაც ადამიანი სხვა რაღაც თავის თქვათ საქმიანობას, რაღაც სოციალურ დანიშნულებებს, რაღაც საქმეებს, მოკლედ ამას უგულებელ ყოფს და პირველ პლანზე აყენებს, მოკლედ აი ამ ალკოჰოლს და ვერ აკონტროლებს ამასაც და რაღაც პრიორიტეტიზაციად უჭირს. პირველი ნაბიჯი რა გახლავთ მკურნალობის პროცესში? ეს არის გადაწყვეტილება ან აღიარება, რომ პრობლემა არის რეალური? როდესაც ჩვენ უკვე დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ, არა, ადამიანები მიდიან ხოლმე ხშირად აი ამ გადაწყვეტილებამდე, მხოლოდ მაშინ, როდესაც მას ან ფიზიკური ჯანმრთელობის მხრივ, ან მენტალური ჯანმრთელობის მხრივ უჩნდება პრობლემები, ან სოციალური პრობლემები უჩნდება, ვთქვათ, ოჯახთან, სამსახური, ახლობლები და ამ შემდეგ და არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ, რომ ალკოჰოლი სამწუხაროდ დაკავშირებულია ასევე სხვა ადამიანების პრობლემებთან და ზოგჯერ დაზიანებასთან, ვინაიდან მოგეხსენებათ ყველას, რომ ნასვამი მძღოლის მიერ გამოწვეული ავარიები არის ძალიან ხშირი, რაც მისთვისაც და სამწუხაროდ სხვისთვისაც ზოგჯერ საბედის წეროა. რაც თავარია
თვითონ ადამიანმა უნდა შეიგნოს და უნდა მიხვდეს იმას, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ეს არის თავარი, რომ მან გადაწყვიტოს, ან ოჯახის წევრებმა მოახდინოს ზეწოლა მასზე და მიიყვანონ ექიმთან. თავარია მან გადაწყვიტოს. ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რამდენად სწორედ მოქმედებენ ის ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ ალკოჰოლ დამოკიდებულებაზე. ვინაიდან ზოგჯერ არის ისეთი მდგომარეობა და არც თუ ისე იშვიათად, როდესაც თვითონ აი ეს პროცესიც გარკვეულად პრობლემურია. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ოჯახის წევრებს ან ახლობლებს სურთ რომ დაეხმარონ თავიანთ ახლობელს, არა, ისინი მოვიდნენ ჩვენ ექიმებთან, ფსიქოლოგებთან, ვინაიდან მათ ქცევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან კარგი სურვილებით ზოგჯერ შესაძლებელია, რომ ხელი არ შეუშალოს, მაგრამ ვერც დააჩქაროს, თქვათ, მოტივირება აი ამ პაციენტის მკურნალობისთვის. თუ ვინმე გვიყურებს ახლა, რომელსაც აქვს მსგავსი პრობლემა და თან ჩვენი საუბრის პარალელურად იაზრებს, რომ რაღაც დახმარებაა საჭირო. რა არის მისი პირველი ნაბიჯი? რა უნდა გააკეთოს? როგორ უნდა ჩაებას აი ამ ხანგრძლივ პროცესში? და ეს მე მგონი თან გრძელდება წლობით, ხო? ეს რაღაც საკუთარ თავზე გამარჯვების გზა. ხო, ეს გრძელდება მთელი ცხოვრება, ვინაიდან ეს დამოკიდებულება, როგორც დაავადება თუ ჩამოყალიბდა, ეს არის ქრონიკული დაავადება. ეს ნამდვილად არის ის დაავადება, რომლის მართვაც არის შესაძლებელი. და უამრავი ადამიანი, რომელსაც ქონია ეს პრობლემა, არა მთელი ცხოვრების ბოლომდე არის ჩვენ როგორც ვეძახით რემისიაში, მაგრამ აუცილებელი პირობა არის ის, რომ ისინი ალკოჰოლს არ იღებენ. ალბათ ბევრად უფრო რთულია, რა თქმა უნდა, ასეთი დამოკიდებულების მქონე ადამიანებისთვის აი ეს გამარჯვება, მაგრამ ალბათ ეს პირადი გამარჯვება იმდენად ბედნიერების მომცემია და იმდენად ძლიერი შეგრძნება, რომ მე მინდა ვუსურვო ყველა ასეთ ადამიანს, რომ აი ამ საკუთარ თავზე გამარჯვების ბედნიერება შეეგრძნოს და მადლობა თქვენ ჩვენთან სტუმრობისთვის. უმნიშვნელოვანესია ასეთი ადამიანების გვერდში დგომა და მათ სწორ გზაზე დაბრუნება.